რამდენი თეთრით გაიაფთება ელექტროენერგიის ტარიფი და რის ხარჯზე მოხდება კომუნალური გადასახადის შემცირება. წინასწარი გათვლებით საუბარია დენის 3-დან 5 თეთრამდე გაიაფებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ 16 თეთრიდან კილოვატზე გადასახადის შესაძლოა 11 თეთრამდე შემცირდეს. გაიაფება ელექტროგამანაწილებელი კომპანიების ხარჯზე მოხდება. ცვლილებები ტარიფში დეკემბრის ბოლომდე იგეგმება. ორი ენერგოკომპანიის მიერ წლობით შეუსრულებელმა ვალდებულებამ ტარიფში რეზერვი გააჩინა. ელექტროენერგეტიკული სიმძლავრეების მშენებლობაზე უარის გამო თელას და ენერგოპროს მომხმარებლისთვის იმ თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ, რომელიც მსხვილი პროექტებისთვის დამატებითი შემოსავლის სახით 4 წლის მანძილზე მიიღეს. დასაბრუნებელი ასეულობით მილიონი ლარი ტარიფის შემცირებაში აისახება. დადგენილი არაა, თუმცა ცნობილია, რომ კლება 25%-ის ფარგლებში განხორციელდება. რა თქმა უნდა, ამოღებული იქნება რაღაც ასე ვთქვათ, ვალდებულების კომპონენტი, რომელიც ტარიფში აისახებოდა. თვითონ თბოსადგურის მშენებლობას რაც შეეხება, მოგესწრებათ, რომ ინტერამ უარი განაცხადა ამ თბოსადგურის მშენებლობაზე და თურქულ კომპანიას ჰქონდა აღებული ვალდებულება ჩვენ დროებით შევაჩერეთ ეს ყველაფერი. არ არსებობს უბრალოდ არც ტექნიკური, ეკონომიკური გათვლები ამ პროექტთან დაკავშირებით და ბევრი კითხვები გაჩნდა. სადისტრიბუციო კომპანიებთან პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე სამინისტრო მოსაზრებებს სპეციალისტები დანაცისმებს. საფასურის გაიაფების თემაზე ენერგეტიკოსები გაანგარიშების სხვადასხვა მეთოდოლოგიას ემხრობიან, თუმცა ყველა მათგანი საბოლოოდ ერთ პრინციპზე თანხმდება. რეზერვი დისტრიბუციის კომპონენტია. რეზერვები ძირითადად არის გამანაწილებელი კომპანიებში. და ზოგიერთ ელექტროსადგურშიც. აი ის რომ გარდაუვალია გაზის ტარიფის შემცირება, ეს ამაში ყველა თანხმდებით და გაზის ტარიფის შემცირება ავტომატურად გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებასაც, იმიტომ რომ შეწონილი ტარიფი ავტომატურად შემცირდება. ტარიფის შემცირების დიაპაზონიც არ არის დიდი, 2 თეთრი, 3 მეტი არ შეიძლება პრაქტიკულად დღეს აღარ ხერხდება მეტის შემცირება და ეს არ გამოიწვევს დიდ მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. არ გაზდეს ისე დიდად, რომ ჩვენ ვერ დავფაროთ ეს დეფიციტი. ყიდვა ან უნდა დაემქვემდებაროს ზუსტ ანგარიშებს, მეცნიერ დონეზე ჩამოყალიბებულ ანგარიშებს, ან და საბაზრო პრინციპით უნდა განხორციელდეს. ანუ ბაზარი თვითონ არეგულირებს. აქედან გამომდინარე, ან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან მეორე. დღეს არც ერთი გვაქვს და არც მეორე. დღეს გვაქვს დიქტატურა გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან, რომელსაც მხარს უჭერს სამწუხაროდ მარეგულირებელი კომისია. სამინისტროს მიერ ინტერაოიესთან და ენერგოპროსთან მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების გადახედვის შემდეგ სატარიფო საკითხებზე პოზიციას მარეგულირებელი კომისიაც იცვლის. იმ შემთხვევაში თუ მოხდება მიღწევა მოლაპარაკების ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით და ამის ნიშნები არის, რა თქმა უნდა, კომისია გაითვალისწინებს იმ ხელშეკრულებას, იმ მემორანდუმს, რომელიც არის დადებული სახელმწიფოსა და ინვესტორსა და რა თქმა უნდა შესაბამისად მოხდება და ალბათ მოხდება შემცირება, მას უკვე ასახავს თავის დადგენილებაში. ტარიფში არსებული რეზერვის ზუსტოდენობას ენერგეტიკის სამინისტრო მომავალ კვირას დაადგენს. შეთანხმებული არგუმენტების საფუძველზე კომპანიები ახალ გაანგარიშებებს განსახილველად მარეგულირებელ კომისიაში წარადგენენ. სადავო გარემოებების არარსებობის პირობებში კი კომისია მსჯელობას დაჩქარებულად წარმართავს. შესაძლოა ახალი ტარიფის ერთი თვის ვადაში დამტკიცდეს.